ლალამ გონია ჩართულია ვიდეოს იღებს ელო აიმერა ლამაზი სალამი მეგობრებო მაგისტრატურაც დავამთავრე როგორც იქნა და რავი ანუ უკვე ორ დიპლომიანი ქალი ვარ ოფიციალურად მთელი დიპლომი აქვს ჩვენს ელოს ჩვენს იუთუბერს ხედავთ და მისახელთება იუთუბერი რომელსაც ორი დიპლომი აქვს თან სამართლის მაგისტრი ვარ ხალხო ანუ რავი მალე პროფესორიც გახდება და მესამეც ექნება მოკლედ დღეს გვაქვს graduation-ის vlog-ი. წინაზე დაგკვირდით რომ მასტერს რო დავამთავრებ, მანდაც აუცილებლად გადავიღებთ ხო და ვეცდები რომ ჩემი კურსელები და უბრალოდ ძალიან საოცარი ხალხიც რაღაცა დოდით გაკაცნოთ. მეგობრებო, დამეკომენტარეთ დოქტორანტურაზე ჩავაბარო თუ არა და საერთოდ რაში მჭირდება ან მაგისტრის ხარისხი, რომელიც ახლა მოვიპოვე. YouTube-ს მიაწეკიო. ეხლა ბევრი დრო მექნება წესით ნუ ცოტა ხანი დავისვენებ და მე უკვე რაღაცა გიჟური ვიდეოებით შემოგიერთდებით. მეგობრებო, ახლა გავაგრძელოთ ჩვენი აუდიტორიის გაცნობა. აი ეს არის ქალბატონებო და ბატონებო მარიამი. ამასაც არ უნდა ვიდეოში გავაჩენო. მარიამ, ანუ ორი სიტყვით რო გვითხრა, გული რაზე დაგწყდება, რო აღარ ხარ საერთოდ სტუდენტი, ანუ რა მოგინატრება? მაგარი კითხვა. საერთოდ არაფერი. What? ბავშვებთან ერთად კომუნიკაცია. მაგეთ ხალხო რამდენი არიან? ანუ რა ხდება? როდის მე გამვლოდით ესე? ვაუ. ვინც თესეუში არასდროს არ ყოფილ ხართ, ესე გამოიყურება შიგნიდან. და აქ დავდიოდი სადღაც 4 წელი თუ მეტი არა და ძალიან ისეთი ძალიან კარგი გარემოა მეგობრებო. მარიამ, თესეუში რა გიყვარს ყველაზე მეტად? ხალხი. ეგ წინა ვლოგში თქვი რა, მე ახალი გითხარი. სამწუხაროდ მოკლედ, შენ ხარ ადამიანი, რომელმაც ისწავლა თესეუში ბაკალავრიატზე, მე მაგისტრატურა BTU-ში. ვაიმე, ლევან. გილოცავ. აიშვები, მიესალმე ჩემს აუდიტორიას. მოგესალმებით ელოს აუდიტორია. რა სეტყვი ჩემს გამომწერებს? რომ გამოიწერო ნარხი და ლაიქონი ვიდეო, კიდე რა შეიძლება. აუ, გახსოვს წინა ვლოგში იყო, რომ სამი რამ უნდა ქონდეს კაც გაკეთებული თქო და ხე თუ დაგირგავს თქო, რაღაცები დებილობები რო გიქცე. ანუ ცხოვრებაში ხე და თუ დაგირგავს, უკვე შეგიძლია რომ კი, ახლა სახლი და ბავშვი დამრჩა, ხე დაურგეთ. სამით? რაღაც დებილობები რო გკითხე წინა ვლოგში. მერე? 2 წლის წინ. ხე დარგე, ბავშვი ყავს. ბავშვი არ მყავს, ხე ალბათ დაურგე. სახლი არ ამიშენებია ნამდვილად. ოკეი, მადლობა. მადლობა. გიო. წავედით. ხო და რას გეუბნებოდი? ერთი წავე. ოკეი, კაი. მოკლედ, შენ ხო დაამთავრე ბაკალავრიატი თესეუში. მაგისტრატურა BTU-ში. შეგვიდარე ხა რომელი უნივერსიტეტი გიჩევნია? და რატო? მოკლედ ოღონდ. ალბათ თესეუ წამოშევართვათ. ალბათ თესეუ, იმიტომ რომ უფრო მეტი დრო გავატარე თესეუში და უფრო მეტი ადამიანი იყო, უფრო მეტი კარგი ადამიანი გავიცანე. და თესეუზე რო ამბობენ სალობი არის და არ გინდათ ხო? მართალია. გვეუბნება თესეუს ადმინისტრაციის წევრი. საერთოდ არ ვაჩვენებ მე ამ ყველაფერს შეს უფროსებს. ყვითელი რო აცვიათ რომელი ისინი არიან? ყვითელი. რომელი ფაკულტეტი ხართ? ჰუმანიტარი. მადლობა. აი, გავარკვიეთ. ყვითელი ყოფილა ჰუმანიტარების სფერი მეგობრებო. ანუ მე მართლა ძალიან მიყვარს არალეგალურად რაღაცებს კეთება და იმას არაფერი შუაში არ აქვს. იმას არაფერი შუაში არ აქვს, სამართლის მაგისტრი ვარ მეგობრებო. ვაიწყოს მე ბუშტები, რა საკეთებს ის ბუშტები? ფოტოებისთვის არის. რა საყვარლობა, მაგრამ რამ ხელარიგია გახედეთ ხალხო პროსტა. ეხა დავსვა ორ კითხვას და ორივე უნდა მიპასუხოთ მეგობრებო. კითხვა პირველი რა არის პირველი რასაც მაგისტრის დიპლომის აღების შემდეგ გააკეთებთ? დავისვენებ. მაუსის დასადებს გადავადებ. კაი, კითხვის შემდეგი აღწერეთ სტუდენტობა, უბრალოდ მაგისტრის სტუდენტობა სამი სიტყვით. გამოწვევებით ავსავსე, სიახლეები და მოგონებები. ჩემი ულამაზი დაქუ მეგობრებო. მეც მინდა.
ძალიან ცხელა, მგონია რომ ჯოჯოხეთის ცეცხლში ვიწვევით ახლა და ეგეთი შეგრძნება მაქვს. ანუ 2 წელი კი ვიწვებოდი ჯოჯოხეთის ცეცხლში, მაგრამ ეხლაც ვიწვევი ჯოჯოხეთის ცეცხლში. მარიამს არ უნდა გამოჩენა ვიდეოში, მაგრამ ბევრჯერ ჩანს უკვე. ჰალსტუხს აკეთებს ჩვენი რა ქვია მაგას სახელისე? ლინჯი. ლინჯისგან აკეთებს ჰალსტუხს. არა, ლინჯი ქვია ფასტუხს, ქართია. ანუ არა, მაგას ვიცახი რა ქვია. რა კითხვებია? მე მინდა რომ იამალის ძმა გაიმარჯვოს. იამალის ძმა მინდა რომ გაიმარჯვოს და ნიკა ბაიაშვილს მინდა რომ ღიმილი შეაშეს სახეზე უბრალოდ. ანუ არგენტინის უფრო ხარ და ვაგიტო. მარიამ. შენ ესე თქვი ჩემ გამომწერებს. ხასა დაკავშირებით. ზოგადად ძალიან გაგიმართლოთ რომ ეს რაც შორბი ადამიანი იპოვეთ YouTube-ზე, რომ ასეთი YouTuber-ები იშვიათობაა. ესეთი როგორი? არაჩვეულებრივი. უნიკალური. და მაგისტრის ხარისხმა რა მოხდა ცხოვრებაში? ხალხსევიდან უყურებ არის მშჩები. ხალხსევიდან უყურებ თუ რისთვის გჭირდებოდა და მაგისტრის ხარისხი რო გვიტყრავ? არა, ზემოდან ბაკალავრის დიპლომის მეც უყურებ. არ მართლა. ვაიმე. მეგობრებო, სალომე მოვიდა. აფერ ხელში მიჭირავს ასე რომ. სალომე, რა წეთყვი ჩემ გამომწერებს? მოვიდა. აი, შენ როგორ ხარ? ეს სალომე გამომწერებს. Ილოცავ და ხარო. აი. შენ რა ბიჭო? ილოცავ. და გაგიჭირდება, მაგრამ კი. მე რამდენი ხარ ხალხო, რა სიტყვა შემ გამომწერებს? გამოიწერეთ აუცილებლად ელკოს არხი და ელოს არხი. ელოს არხი უკაცრავად და კიდე გამერდა რამდენი ხალხი შემოხდა, არ ველოდებოდი ამდენი ადამიანის. ეს უცებ ნახვას და ჩემი მეგობრები დაუკარგი ამასობაში. მარიამ, რა სეტყოდი ჩემს გამომწერებს და საერთოდ მაგისტრატურაზე ყველაზე მეტად რა მოგენატრება? მე მომენატრება აუცილებლად სამაგისტროს წერა. ყველამ დაწერეთ თავის დროზე. ყველაზე კარგი ხელმძღვანელი ვინ არის? ბესიკ მე. და ვინ არის ყველაზე მაგარი და ძლიერი? ჩვენ. უდიდეს საიდუმლოს ახადეს იგი ფარტა. რა საიდუმლოს? Yes. ჩვენი მეგობრები დავინახეთ, მეგობრებო, ბექა, ანანო. კიდე არჩილიციკ არის. მარიამის ხად არის ურუშაძე? მოკლედ, დღეს ჩვენ დავასრულეთ მეორეჯერ უკვე სისხლის სამართლის ხო, ბოდიში. მე კერძო. კერძოს და სისხლის სამართლის მაგისტრები გავხდით და მალე წინ ავიწევით მე და ელო. მოსამართლეები ვიქნებით ცოტა. მის მინდა მოსამართლეობა ხალხო სხვათა შორის და როგორი მოსამართლე ვიქნებით თქვენი აზრით? ანუ არცეთ არ უხდება მოსამართლეობა. მოსამართლეობა მოხუცი უნდა იყოს და მოხუცი რატო ახალგაზრდა მოსამართლეები? მოხუცი და სამართლიანი და რა სამართლიანობაზე ველაპარაკე. ახალგაზრდა და ძალიან სამართლიანი. სუბიექტივიზმს ასხივებ. ანუ სამართლიანობა რა სუბიექტური იყოს არ შეიძლება? არ შეიძლება რა სუბიექტური იყოს სამართლიანობა? ჩემს შეიძლება. ყველა სუბიექტურია საერთოდ ცხოვრებაში. აი ობიექტური მოსამართლეც ვერ იქნება ვერანაირად რაღაც მომენტში ექნება სუბიექტურობის მოსამართლეები ვიყოთ, აი ეგრევე პირველივე წამიდან მივიღოთ გადაწყვეტილებას. კი, ნამდვილად. ყველა ეგრეა. კამიმ და მოსკა მოიგეს მეგობრებო ბეთლი. როგორი შეგრძნება, როცა ქალების 11%-ში შედიხარ, რომლებსაც სამაგისტრო დიპლომი ხარისხი აქვს, უკეთ მაგისტრის ხარისხი აქვს. ძალიან ამაყი ვარ და მინდა რომ მეტმა ქალმა მიიღოთ ზოგადად მაგისტრის ხარისხი, იმიტომ რომ განათლება ძალიან გვჭირდება, რომ კაცებმა ვერ დაგჩაგრონ მეგობრებო. ისაც ვერ დაგჩაგრავენ, მაგრამ როცა ორი დიპლომი გვაქვს, ანუ უფრო მყარად ვდგევართ და მარიამ როგორი შეგრძნება შენთვის? ტაქსისტი რო ვიქნები, მე ვიტყვი რა ორი დიპლომი. ანუ ტიპემ ეხლა ხანს დაამთავრეს მასტერი და დგანან და ვიღაცის кейსზე ჭორაობენ, ანუ ხვდებით ხო? აქეთ კიდე რიგებია, რაღაცა ძალიან ბევრი ხალხია. აი ეს არის ჩვენი სამართლის ფაკულტეტის სახე მეგობრებო, რო ხედავთ რა ხდება, როგორ ხდება და რა.
მეგობრებო, ალბათ ყველას გეცნობათ, იმიტომ რომ რავი, ჩვენი ანგელოზი იყო ეს ადამიანი და ბაკალავრიატს რო სწავლობდით და მე მაგისტრატურაზე ყველას ყოველთვის გვეხმარებოდა და მთელი ამბები, ხო და ნინია რა სიტყვი ჩვენ სტუდენტებს, რომელიც გვიყურებენ ახლა. წარმატებები ყველას. всё ეგ არის? მიკროფონი მაქვს, კი. ყველა წელს რაც აქ გაქვს დახარჯული, ქონდა აზრი. ნებისმიერი გაგებით. წარმატების საიდუმლო რა არის? რავი. აკეთე რა. აკეთე. მადლობა. რა სიტყვი ჩემს გამომწერებს? გამომწერებს ვეტყვი გამარჯვებას და ვისაც არ გამოუწერი ხარ ვეტყვი გამოიწერეთ. ეს თვარ. კაიო. მადლობა. წარმატებები. მეგობრებო, დღეს ადამიანი იუბილარია და თესეო ესეც საჩუქარი გაუკეთა, რომ შენს დაბადების დღეზეო უნდა იყოს ქუდების აყრა და ეს ვარდები? თესეო 1200 ეს ვარდები მოართვა უმშვენიერესმა ქალბატონმა, ჩვენმა ძვირფასმა ვარდები. ეს ყვავილები რავი, რაც არის? ვაიმე, უღრესი მადლობა ჩემს გოგოებს, რომლებმაც გვიში მთელი ღამე არ მომასვენეს, არ დამაძინეს, მოვარდნენ ჩემთან სახლში. და რავი, ძალიან დიდი პატივი მცეს და დღესაც საუკეთესო დაბადების დღე მაგას. როგორი შეგრძნება ბაკალავრიატის დასრულება, რომ მითხრა? შესანიშნავი. და რა ასეთყოდი მომავალ სტუდენტებს სამართლის? ისწავლონ არ დაეზაროთ სწავლა. ოღონდ ვიდეოში ბლოგს იღებ? ბლოგს ვიღებ. ჰაი, რა ასეთყვი ჩემს გამომწერებს? შენს გამომწერებს ისევე როგორც ჩვენ გისურვებთ უდიდეს წარმატებებს პირველ რიგში შენ გილოცავ უნივერსიტეტის დამთავრებას, მაგისტრის ხარისხის წარმატების მოპოვებას და სულ ბედნიერი და წარმატებული მინდა იყო. მადლობა. ერთი კითხვა გვაქვს კიდე, როგორი შეგრძნება, როცა შეუერთდი იმ 11% ქალების, რომელთაც მაგისტრის ხარისხი გააჩნიათ? ეს არ ვიცოდი ეს ინფორმაცია. TikTok ტრენდია, გოგო. ძალიან კარგია. ეხა უფრო სიამაყი დავივსე, რაცაც ინფორმაცია გავიგე. და მეტმა ქალმა მიიღეთ, რაც შეიძლება მაღალი განათლება და კაცები უნდა ჩავძიროთ. გული. კარგი ლოცავ ძალიან დამთავრებას. ბედნიერი ვარ, მადლობა, ვეც გილოცავ. როგორი შეგრძნება, როცა ქალების 11%-ში ხარ, რომელთაც მაგისტრის ხარისხი აქვთ? ვა, მართლა ეს არ ვიცოდი. ხო. ვლოგი. გამარჯობა. სტუდენტობაში რა მომენატრება ყველაზე მეტად? Yes. ერთამი? აჰა. მაგისტრატურაზე რა მკითხავს, ცოტა ისეთი ხარ არის, ვაფშე არ მივიდა უნივერსიტეტში. გიულია, რამდენიმე ლექციაზე ერთად ვიყავით. მართალია. ყველაზე მეტად მომენატრება, აი ის შეგრძნება, რომ აი რაღაც გაქვს სამეცადინო. არა, პირებ არაფრის მესადინეობას მომავალში. არა, რავი, დოქტორანტურას ჯერ არ ვაპირებ და. და ეხა მაგისტრის ხარისხი რომ მიიღე, ხალხს ცოტა ზევიდან არ უყურებ? კი, თან თესეუს. თან წითელი დიპლომი გაქვს ალბათ ჩემი არ იყოს და. კი, არ გამლანძღოთ, მაგრამ თესეუს იურიდიული ჩააბარეთ თესეუში და ილიაუნელებო, ანუ გაგუასწავლე ძალიან. დაფარეს. რა სიტყვი ჩემ გამომწერებს, უწევ. არ ვიცი, გამოიწერეთ ელო. მადლობა და გამომწერებს გეტყვით რომ კაი ხალხი ხართ თქვენ რადგანაც გამოწერილი ყავთ ელო. სლეი, მადლობა. ეხა გადაგიღებთ. ეხა მივდივართ, რომ სადაც სამართლის ხალხია შეყრილი, რომ იქ დავდგეთ, რომ მე ოდესღაც გამოგვიძახონ, გავიდეთ და ამოვიხუთოთ მეგობრებო. აი ესეთ სიტუაცია, ვისაც გონიათ, რომ ქუდების აყრა და უნის დამთავრება რაღაცა კარგი და წარმოსადეგი ღონისძიება, ეგრე საერთოდ არ არის და რო იცოდეთ რეალობა, სად მოდიხართ, რავი მეგობრებო. всё, ეს არის. მოგესალმებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი შეფასება მოპოვებული სტუდენტი. მიდი, კაია, ბექა, მე შევხვდე სტუდენტს ჩართული ოღონ? არა, არის? ერთი ისმის, მოგესალმებით. ქალბატონო, როგორი შეგრძნება, როდესაც დაამთავრეთ მაგისტრატურა? ზოგადად ხო ხალხს ზევიდან ვუყურებდი ჩემი სიმაღლიდან გამომდინარე და ისედაც ცოტა ქედმაღალი ადამიანიც ვარ, მაგრამ აი მაგისტრის ხარისხი რომ აქვს სხვანაირად ორმაგაძევიდან ვუყურებ, თან თესეუს მაგისტრის ხარისხი რომ გაქვს სამართალ. თქვენ? მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ყველა იმ ლექტორს გაწეული სამუშაოსის, ყველა იმ ადამიანს, ვინც შეიტანა ღვაწლი ჩემი მაგისტრატურის დამთავრებაში და რაც თავარია დამთავრება არ არის აქ უპირატესი. აქ არის ის ცოდნა, რაც წამოვიღე ამ ერთ წელს. მადლობა დედას, მადლობა. ალბათ ის ადამიანები, რომლებიც გაიცანი, ხო ბექა? ის ჩემი ბაკალავრიატის მონაპოვარია, მე მაგისტრატურაზე ახალი არავინ არ გამიცნია. ბაკალავრიატზე გავიცანი საკმაოდ ძლიერი ჯგუფი, რომელიც
დღემდე მედგრად დგას ქართული სამართლის განვითარების გზაზე. ზოგი სამაგისტრო ნაშრომით იქნება, აკადემიური ნაშრომით თუ ზოგი პრაქტიკული განვითარების კუთხით. ასევე YouTube სამაგისტრო ნაშრომის, ხო, YouTube-ის მე YouTube ინფლუებიც უნდა გამოვყოთ. შენი სამაგისტრო თემა რო გითხრა რა იყო? ალგორითმული დისკრიმინაცია დაზღვევაში ეს თემატიკა ავირჩიე იქიდან გამომდინარე. ეს უკვე აღარ უნდა რომ განვითარებული არ არის. საკმარისია. ელო, თქვენი თემა? ბევრად საინტერესო იყო მეგობრებო, სოციალურ ქსელებში დიფამაციით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მოდი 2 წამი ჩაგწერ. ნინი, რა ზეთყვი ჯემ გამომწერებს? ყველას გილოცავთ პირველ რიგში, ძალიან მიხარია რომ ეს ფაკულტეტი დაუმთავრე და ძალიან მიხარია რომ გაგიცემთ ყველა, ასე რომ წარმატებები შენს გამომწერებსაც ჩვენს და ყველას. მადლობა შენ წარმატებები. რა იყო შენი თემა? ჩემი თემა იყო სოციალურ ქსელებში დიფამაციით მიყენებული და დავიზრდ ნელ-ნელა ზიანის ანაზღაურება, რომელიც არის ძალიან აქტუალური თემა დღეს, იმიტომ რომ ფაქტობრივად არ გააჩნია სოციალურ ქსელებში კონტროლი, აზრს არ გააჩნია კონტროლი და ჩემი. ვისაც გაინტერესებთ, მომწერეთ და ჩაგიგდებთ ჩემს სამაგისტრო თემას. ჩემიც რაღაც მსგავსია. გამოხატვის თავისუფლების ფარგლები და სიძულვილის ენის კონცეპტუალიზაცია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის მიხედვით. ჩემი მაგისტრი თავდა ხვდები? ბექას. ინაპეთ. რა ზეთყვი ჩემ გამომწერებს? გაუმარჯვებელს გამომწერებს, გამოიწერეთ ჩემი YouTube ჩანელი. ეს არის ჩვენი ქვეყნის სამართლის სტუდენტების სახე, მეგობრებო, აი ესე გამოიყურება და ხო წავედით, მოდი. აი ბოდიში. ჩემი გიპოვეთ, მეგობრებო. ой, სალამი ხალხო. არჩილ. აი მე, ასე თქვი, ჩემ გამომწერებს. გამოიწერეთ ჩემი არხი მეგობრებო. არჯილის არხი გამოიწერეთ მეგობრებო. ეხლა ვიმყოფებით ხალხის ნაკადში, სადაც არ გვიშვებენ წარჩინებულს. საკრებისკენ გავიდეთ ხელმარჯვე კუთხეში იწყება უკვე და მითხრეს რომ შემო. აი იურისტების გასვლის დრო მოდის და აქედან უნდა გაგვიყვანონ მეგობრებო. დავიღალე მეგობრებო, არ ვშია მე. მე მშია. სპონსორებმა რომ გამოგვიგზავნონ რაღაცები და ჩვენ რომ დავაგებოვნოთ. რომელმა სპონსორებმა? დაასპონსორეთ ელო, თუ შეიძლება. დამასპონსორეთ. ელეკვების ობიექტმა. რო ავარჩიოთ მე. შეათ ჩემ მეგობრებს უკაცრავად დამასპონსორეთ. მაგრამ წითურების რამდენ პროცენტს აქვს ნეტა მაგისტრის ხარისხი? ჩემი აზრით საშუალოზე უფრო მეტს. სხვა თემის პროცენტზე უფრო მეტს. უფრო ჭკვიანები ვარ წითურები აშკარად. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ წითური რო ხარ, გიწევს რომ ჭკვიანი იყო, რომ ცხოვრებაში არ დაიჩაგო. მე ვარ ერთადერთი ადამიანი, რომელმაც დააგვირა თავის graduation-ზე დღეს. მოვედი 9 წუთებზე, როცა 8-ზე დაიწყო. ასევე აგვიანებს ყველა წასვლაზე დაძრულ მატარებელში შემოხტის ხოლმე და ასეთი ექშენი. რა ვქნათ ახლა, ყველა ჩვენი პეცი გვაქვს, ჩემი ეს არის. მოკლედ დავამთავრეთ, ოფიციალურად მაგისტრები ვართ. ნახევრალამაზი მაგისტრები ვართ თან, ეგეც მინდა რომ აღვნიშნოთ. და რავი, ახლა გავიგუდებით. როგორი შეგრძნება ქალების 11%-ში ყოფნა, რომელსაც მაგისტრის ხარისხი? ძალიან დივა, კაცრავად, ბოდიში მოიხადეთ. ძალიან ამაღელვებელი მომენტი არის, მინდა დავაფიქსირო. ბატონო ბექა. ვიდეოსთვის კარგი კადრები. ჩემი არხი დალინკი ვარ. შენ ახსნა დავარიპორტები. არა, მეზარე. იურიდიული დახმარებისთვის შეგიძლიათ მოგმართოთ. მეგობრებო, მე რეკომენდაციას ვუწევ ჩემ მეგობრებს. ყველგან დუეტი. მე როგორც დაგვენებული, ახლა ყველა კაცი შევედერებით. ო, აღარ იღებს ეს. ჰიმნი, რომელიც ქართველებს გვაერთიანებს და ერთ ძალად გვაქცევს. მას ასე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი გთხოვთ.
თესეუს დეკანატი და ლექტორები ხალხო. იმედია ხმა გესმით. თესეუს იმლი გაუდეამოსი თუ რაღაცა. Nostra brevitas, brevi finietur. Viva nostra civitas, mecenatum caritas, quando si proteggi, quando si proteggi. ძალიან მნიშვნელოვანი ნია გილოცავ დამთავრებას. დასეთ ჩემ გამომწერებს. გამომწერებს ვეთყვი რომ არ დანებდეთ მიზნები დაისახეთ ბევრი იშრომეთ ყველაფერი კარგად იქნება და საქართველოს გაერთიანება. საქართველოს გაერთიანება გიყვარდეთ ერთმანეთი და ხო პოზიტიურად შეხედეთ ცხოვრებას. კი ბატონო. როგორი შეგრძნებაა როცა ქალების იმ 11%-ში ხარ რომელსაც მაგისტრის ხარისხი. აუ ძალიან მაგარი აი ვიცი თავი ისევ ამაყობ ჩემი თავი ლაპარაკო. ანუ კაცები გააჩუმეთ ხო და მოკლედ კარგები ვართ რა და წარმატებები და ბედნიერება და ყველაფერი კარგი და კეთილი და აჭაჭი შერასი ასკვის ჩვენ ანუ ოკეი. რასაც თქვენ ჩემ გამომწერებს. გილოცავთ ყველას უნივერსიტეტის დამთავრებას. ნამდვილად საინტერესო 6 წელი იყო. და რა მოგენატრება სტუდენტობაში ყველაზე მეტად? ჩემთვის ვფიქრობ სტუდენტობა ჯერ არ დამთავრდა, იმიტომ რომ დოქტორანტურას ვუმიზნებ, მაგრამ ეგრევე დიდი ალბათობით. თუმცა ყველაზე მეტად მომენატრება ურთიერთობები დიდი ალბათობით, მაგრამ ეგეც გრძელდება, უნივერსიტეტი მთავრდება, თუმცა ურთიერთობები გრძელდება. რა რჩევას მიცემდი ჩემ გამომწერებს? ჩააბარო თუ არა თესეუში სამართალოდა და ზოგადად განათლების კუთხით. თესეუში აუცილებლად ჩააბარეთ, იმიტომ რომ ერთ-ერთი გამორჩეული უნივერსიტეტია, ვინც რა უნდა თქვას, ნამდვილად განსაკუთრებით იურიდიულ ფაკულტეტზე უპირატესია, რაც შეეხება უკვე რჩევას, ძალიან მალე გავადრო. ასე რომ შეიწოვეთ ყველაფერი, იარეთ ლექციებზე, იმიტომ რომ ისეც შეიძლება პრაქტიკით ამოქაჩოთ, მაგრამ ისევ და ისევ ურთიერთობებზე დადის ყველაფერი. ასე რომ იარეთ ლექციებზე, გაერთეთ და ლექციათა შორის კი. და შემოვერთით ელსას. მეგობრებო, ეს ის შემთხვევაა, როდესაც თავად ჟურნალისტი ხდება ობიექტი ინტერვიუს და რესპონდენტი და ქალბატონო ელო დაგისვათ რამოდენიმე მკითხვას. უპირველეს ყოვლისა, თქვენ რა მოგენატრებათ ყველაზე მეტად უნივერსიტეტში? ნუ პირველ რიგში რა თქმა უნდა ხალხი და ურთიერთობები და მეორე რიგში აი ის мотиваცია, რასაც თესეურში სწავლა გაძლევს, რომ სულ რაღაცა ექსჩენჯში ხარ, სულ რაღაცა უნდა აკეთო, სულ რაღაცა უნდა დაამტკიცო და კარგი შესაძლებლობა იყო უნივერსიტეტი მაგისტრის. თქვენ რას ფიქრობთ? ელო, თუ შეიძლება თქვენ უკვე 6 წელი არას თესეუს სტუდენტი ხართ, ერთგულად ამ უნივერსიტეტის კედლებს არ ტოვებთ და მე მაინტერესებს რამე ერთი მოგონება რომ გამოყოთ ამ სტუდენტურ ცხოვრებასთან დაკავშირებული, რომ აი განსაკუთრებულად რომ გაიხსენოთ ასე ვთქვათ. დიახ, მადლობა ბარბარა. ერთი მოგონება სტუდენტური ცხოვრება. დიახ, ვიცი რომ რთულია, მაგრამ აი ერთი რამ. ყველაზე კარგად მახსენდება ის პერიოდი, როცა პირველი მეგობრები შევიძინე ონლაინში სწავლის დროს და მაფიას თამაშობდით ხოლმე, არის ვათენებდით და ყველაზე დადებითად მიუხედავად იმისა, რომ მაგის მერე ვთქვათ რაღაცები მოხდა უნივერსიტეტში და ასე შემდეგ, მაგრამ ყველაზე კარგად მახსენდება მაინც. ნიაც ეგრე ძალიან კაი პასუხი იყო. მეგობრებო, მე თავს არ განებებ და ეხლა მინდა გითხრათ მესიჯი 10 წლის მერე ჩვენ თავებს. მე ზუსტად ვიცი რომ ჩვენ ბედნიერები ვიქნებით, წარმატებულები ვიქნებით. იმედია რომ ერთმანეთთან კიდე გვექნება აქტიური კონტაქტი და იმედია რომ მე და ელო ხშირად ვითამაშებთ ხოლმე კიდე სამაგიდო თამაშებს და არა მარტო სამაგიდო თამაშებს. ზუსტად ვიცი რომ კარიერაში ძალიან წარმატებულები უნდა ვიყოთ ელო და ასევე ვიცი რომ 10 წელიწადში ელო იქნება ძალიან პოპულარული იუთუბერი, ინფლუენსერი და უბრალოდ კარგი ადამიანი. მე ვეღარაფერს ვეღარ დავამატებ. იდეალური იყო და 10 წელიწადში შევხვდებით. კი ბატონო და იქამდეც რა თქმა უნდა. ნახვამდის. ხალხო შოკი წავიდა. ელექტროენერგია გაიტიჟა, ანუ რა ხდება? სიურპრაიზი იყო. გეგმაში ქონდა. ივანე! 2 წელი არ გვინახარ. 2 წელია ივანი, არ გვინახარ ბიჭო, როგორ შეცვლილ ხარ?
ბოტოქსია გაკეთებული. აი რო არ დავა. ცადოთ კიდევ ერთხელ. მოდი ვცადოთ, კი, ვცადოთ. რაღაცა პროპორციები ვერ ჯდება, მაგრამ კაი, არა უშავს. ვაიმე, რა საყვარლობა. არა, მოიცადე. მოგესალმებით. მე ახლა პირველად მოგმართავთ მანტია შემოსილი. დიდი მადლობა, რომ ეს ნატვრაც ამისურვეს. ძალიან მახარებს თქვენი წარმატებები. ჩვენ 300-მდე სტუდენტით დავიწყეთ. დღეს კი თქვენ 26,000-ზე მეტი ხართ. ეს დიდი ძალა. ყოველთვის გვახსოვდეს, რომ თითოეული ჩვენგანის ყველაზე დიდი ვალია ვემსახუროთ სამშობლოს. ჯერა, რომ სწორედ თქვენი თაობა შექმნის ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მომავალს. მუდამ გვაქვს თქვენი იმედი. ხალხო, რა მაგარია. ხუდი მადებს, იმიტომ რომ არ მეხურება, ძალიან ცუდი ხუდი მაქვს. ელო. აუ. არ ვიცი. ვიწყებთ მაშასე 10 9 ერთი უნდა ამყაროთ გუდები 4 3 2 1 ენოს აუდიტორიასაც უნდა საალთ. გასასვლელში ვარ ხალხო, რავი, რიგში რომ ვერ გავედი აქედან. კიბია ფრთხილად. მე არ წავიცეთ. ანუ რავი. მოკლედ მეგობრებო, სულ ეს იყო და ვეცდები რომ რაც შეიძლება მალე დავაწყო და დავუდო და რავი. იმედია რომ გაერდეთ, იმედია რომ იხალისეთ და აუცილებლად გამომიწერეთ.